საერო ელიტარულ სკოლა გორდაში ქართული ენის ღია გაკვეთილი ჩატარდა. თემაზე ჩვენ ვართ მეგობრები პირველ კლასელებმა სურათების აღწერის გარდა ნეტბუქებში ხმოვანი მარცვლების დაკავშირებით სიუჟეტური სურათებიც შექმნეს. ღია გაკვეთილს დამწყებთათვის ქართული ენის წიგნის ავტორი ნათელა მაღლაკელიძეც ესწრებოდა, რომელმაც სასწავლო პროცესში გამოყენებული თანამედროვე მეთოდები და სასწავლო პროგრამები დადებითად შეაფასა. ნათელა მაღლაკელიძემ განათლების სამინისტროს მიერ დაგეგმილ ახალ ინიციატივაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სტამბებისთვის წიგნების ბეჭდვის უფლების გადაცემაში ცუდს ვერაფერს ხედავს. მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა ავტორებისათვისაც მისაღებია, რადგანაც ამ შემთხვევაში გამომცემლობა ვერ ჩაერევა ავტორების საქმიანობაში. ღია გაკვეთილს მშობლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც სახელმძღვანელოებთან და სასწავლო პროგრამებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს. ბავშვებმა წარმოადგინეს სიუჟეტური სურათები, ითამაშეს როლური თამაშები, ჰქონდა აქტივობა, რომელიც იყო განკუთვნილი კომპიუტერულ სისტემებზე, ბავშვებმა კომპიუტერული დავალებებით შეასრულეს, მომწონს როგორც ქართული სახელმძღვანელო, ასევე მათემატიკის სახელმძღვანელო. მაყოფილი ვარ როგორც დამატებით ლიტერატურით, რომელიც მოყვება თვითონ ამ სახელმძღვანელოს, გულისხმობ ნათელა მაღლაკელიძის ავტორობით გამოშვებულ წიგნებს, სასწავლო პროგრამას უწყობს ხელს და აქტივობებს გვიღრმავებს. არ შეიძლება სასკოლო სახელმძღვანელოები იყოს ბიზნესის წყარო, მაგრამ მეორე მხრივ ალბათ უნდა მოიძებნოს ისეთი ფორმა, რომ არც გამომცემლები დაზარალდნენ და ავტორისთვის კი ალბათ სულ ერთი კომპიუტერული სწავლება უნდა გამოვიყენოთ სასწავლო პროცესში, ოღონდ რა თქმა უნდა გარკვეული დოზით. ეს თვითმიზანი არ უნდა იყოს და ბავშვი არ უნდა მივაჯაჭოთ ზედმეტად კომპიუტერს. კარგი წიგნია, ძალიან ნორმალურად გადიან ბავშვები, კარგად სწავლობენ. აი მე პირადად მაყოფილი ვარ. რასაც სკოლაში გადიან, ამით ბავშვები კომპიუტერს არ მიეჯეჭვებიან და კარგია, რომ აი მიღებულია სკოლაში კომპიუტერული აი სწავლება პირველ კლასში.